როდესაც ლია ელიავას სახლში შევიდნენ, საძინებლის კედელზე ნახეს ფოტო, რომელიც არასოდეს გამოქვეყნებულა. ამ სურათზე ლია და ოთარი იდგნენ ბაში აჩუკის გადასაღებ მოედანზე, მაგრამ არა როგორც მსახიობები, როგორც ორი ადამიანი, რომლებიც ცდილობდნენ დაემალათ მთელი ქვეყნისგან. ლიას თვალებში ისეთი შიში იყო, რომელიც კამერებს არასოდეს უჩვენებია. ფოტოს უკან ლიას ხელით დაწერილი იყო: ჩვენ ყველაფერი დავკარგეთ იმ დღეს. რა მოხდა იმ დღეს 1965 წელს, რომელიც შეცვალა ორი ოჯახის ბედი? რატომ ინახავდა ლია ამ ფოტოს დამალულად 30 წლის განმავლობაში? და რატომ, როდესაც ოთარმა იპოვა ეს სურათი ცოლის გარდაცვალების შემდეგ, დაიწყო ტირილი და თქვა: ეს იყო ჩვენი განაჩენი? ვინ იცოდა მაშინ, რომ ეს სიყვარული, რომელსაც მთელი საქართველო ახლა ლეგენდად თვლის, დაიწყო არა ბედნიერებით, არამედ ღალატით, ცრემლებით და ისეთი სირცხვილით, რომელიც არასოდეს გაქრა? 1965 წლის გაზაფხულზე, თბილისის კინოსტუდიაზე დაიწყო ბაში აჩუკის გადაღება. ეს უნდა ყოფილიყო ჩვეულებრივი ფილმი, კომედია ორი სოფლელი ახალგაზრდის შესახებ, რომლებიც ქალაქში ცხოვრებას ცდილობენ. მაგრამ გადასაღებ მოედანზე დაიწყო რაღაც, რაც არავის ელოდა. ლია ელიავა, 30 წლის მსახიობი, რომელიც უკვე ცნობილი იყო როლებით ვერას მამულში და ჩვენი ეზოს ბავშვებში, პირველად შეხვდა ოთარ კობერიძეს. ოთარი იყო 32 წლის, მაღალი, ლამაზი, თვალებით, რომლებშიც ისეთი სითბო იყო, რომ ყველა ქალი კინოსტუდიაზე მას უყურებდა. მაგრამ ორივე იყო დაქორწინებული. ლიას ჰყავდა ქმარი, რეჟისორი, რომელიც მას ცნობილ მსახიობად აქცია. ოთარს ჰყავდა ცოლი და პატარა ვაჟი, რომელსაც ძალიან უყვარდა. პირველივე გადაღების დღეს რაღაც მოხდა. გრიმიორის ოთახში, სადაც ლია ემზადებოდა სცენისთვის, შემოვიდა ოთარი. მან უთხრა რაღაც ხუმრობა, ლია გაიცინა და იმ წამში, როგორც თვითონ ლია მოგვიანებით უამბობდა თავის ერთადერთ ახლო მეგობარს, მან იგრძნო, რომ მისი გული გაჩერდა. ეს იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს ვიღაცამ ჩამიგდო ჩემი ცხოვრების ყველა წესი და თქვა: აქედან იწყება სხვა ცხოვრება, ამბობდა ლია. მაგრამ ეს სხვა ცხოვრება დაიწყო არა სიხარულით, არამედ შიშით. რადგან ორივე იცოდა, თუ ეს გრძნობა გამოვლინდება, მათ დაკარგავენ ყველაფერს. გადაღებები გრძელდებოდა 2 თვის განმავლობაში. ყოველდღე ლია და ოთარი თამაშობდნენ კამერების წინ ბედნიერ წყვილს, ხოლო კამერების მიღმა ცდილობდნენ არ შეხედონ ერთმანეთს. მაგრამ გუნდის წევრები იწყებდნენ შენიშვნას. გრიმიორი, ხალი სახელად ნინო, რომელიც ლიას 20 წლის განმავლობაში იცნობდა, ერთხელ უთხრა: ლია, შენ რაღაც გიჭირს. შენი თვალები სხვანაირად ანათებენ, როცა ოთარს უყურებ. ლიამ უპასუხა: არაფერი მიჭირს, ნინო. უბრალოდ ძალიან დავიღალე. მაგრამ ნინო იცოდა სიმართლე. და არა მხოლოდ ის. მთელი გუნდი იწყებდა ჩურჩულს. ოპერატორი ამბობდა, რომ ლია და ოთარი ძალიან ხშირად რჩებოდნენ მარტო გადასაღებ მოედანზე გადაღებების შემდეგ. რეჟისორის ასისტენტი ამბობდა, რომ ერთხელ დაინახა, როგორ იდგნენ ისინი კუთხეში და ლია ტიროდა, ხოლო ოთარი მას ხელს უჭერდა. მაგრამ ყველაზე საშინელი მოხდა 1965 წლის ივნისში, გადაღებების ბოლო კვირას. იმ დღეს უნდა გადაეღოთ ფინალური სცენა, სადაც ბაში და აჩუკი ბრუნდებიან სოფელში და ხვდებიან, რომ მათი ნამდვილი ბედნიერება არის სახლში, არა ქალაქში. ეს სცენა უნდა ყოფილიყო მხიარული, სავსე სიცილით და სიმღერით. მაგრამ როცა კამერები ჩაირთო, ლიამ ვერ შეძლო თამაში. მან დაიწყო ტირილი, ნამდვილი, ისეთი ტირილი, რომელიც სცენარში არ იყო. ოთარი გაოცებული იდგა, შემდეგ მიუახლოვდა და ჩაიხუტა. და იმ წამში, როცა კამერები ჯერ კიდევ იღებდა, ოთარმა ჩაჩუმებით უთხრა: მე არ შემიძლია შენს გარეშე ცხოვრება. ეს ფრაზა ჩაიწერა მიკროფონმა. რეჟისორმა დაიძახა: სტოპ. რა ხდება აქ, მაგრამ უკვე გვიან იყო. თელმა გუნდმა გაიგო. იმ საღამოს, როცა ყველა წავიდა სახლში, ლია დარჩა მარტო გადასაღებ მოედანზე. მან იჯდა იმ სკამზე, სადაც 2 თვის განმავლობაში თამაშობდა ბედნიერ ქალს და ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს. როგორ შეიძლება, რომ 2 თვის განმავლობაში შეიყვარო ადამიანი ისე, რომ მზად ხარ დატოვო ყველაფერი, ქმარი, კარიერა, პატივი. მან გაიხსენა თავისი ქმარი, რომელიც მას ყოველდილას ყავას უმზადებდა და ამბობდა: შენ ჩემი ყველაფერი ხარ. მან გაიხსენა ოთარის ცოლი, რომელსაც არასოდეს შეხვედრია, მაგრამ რომლის შესახებაც ოთარი ამბობდა: ის კარგი ქალია, ის არაფერს იმსახურებს ამას. და მაშინ ლიამ გააცნობიერა, ეს სიყვარული არის არა საჩუქარი, არამედ წყევლა. რადგან ის აშენებულია სხვისი ცრემლების საფუძველზე. მაგრამ რა მოხდა შემდეგ? როგორ გაიგო ლიას ქმარმა?
და რატომ, როცა სკანდალი გავრცელდა მთელ თბილისში, ლიამ და ოთარმა მაინც გადაწყვიტეს დარჩენა ერთად? რა ფასი გადაიხადეს ისინი ამ გადაწყვეტილებისთვის და ვინ იყო ის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად დაიცვა ამ ცეცხლში? 1965 წლის ივლისში თბილისის კინემატოგრაფიული წრეები ფუღურებდნენ. ის, რაც მოხდა ბაში აჩუკის გადასაღებ მოედანზე, აღარ იყო საიდუმლო. ყველა საუბრობდა იმაზე, რომ ლია ელიავა და ოთარ კობერიძე შეყვარებულები არიან. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა ჭორები, საშინელი იყო ის, რომ ორივე ოჯახი გაიგო სიმართლე ერთდროულად, ერთსა და იმავე საღამოს, როცა ვიღაცამ ანონიმურად დარეკა ლიას ქმარს და ოთარის ცოლს და უთხრა, თქვენი მეუღლეები გიღალატებენ. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ გადაწყვიტა მან გაანადგურა ორი ოჯახი ერთი ზარით? და რატომ, როცა ლია მოგვიანებით სცადა გაერკვია, ვინ იყო ეს ხმა, ყველა ამბობდა, ეს იყო ვიღაც კინოსტუდიიდან, მაგრამ არავინ იცის ვინ. ლიას ქმარი, რეჟისორი გიორგი იყო ადამიანი, რომელიც ლიას ცხოვრებას აზრს აძლევდა. ის იყო ის, ვინც აღმოაჩინა ლია, ახალგაზრდა გოგონა თბილისის თეატრალურ სკოლაში და უთხრა, შენ გახდები დიდი მსახიობი. ის იყო ის, ვინც მისცა lias პირველი როლი თავის ფილმში. ის იყო ის, ვინც დაქორწინდა ლიაზე, როცა მას 22 წელი იყო და დაპირდა, მე შენ გაგაბედნიერებ. და 10 წლის განმავლობაში გიორგი ასრულებდა ამ დაპირებას. მან აშენა ლიას კარიერა. მან მისცა მას როლები, რომლებმაც ლია ცნობილი გახადა. მან უყვარდა ლია ისე, რომ მთელი თბილისი ამბობდა, ეს არის იდეალური წყვილი. მაგრამ იმ საღამოს, როცა გიორგიმ მიიღო ანონიმური ზარი, ყველაფერი შეიცვალა. ის იჯდა თავის კაბინეტში, კითხულობდა სცენარს ახალი ფილმისთვის, როცა ტელეფონმა დარეკა. მან აიღო ყურმილი და გაიგონა უცნობი მამაკაცის ხმა, გიორგი, შენ იცი, სად არის შენი ცოლი ახლა? ის არის ოთარ კობერიძესთან. ისინი ერთად არიან უკვე 2 თვეა. მთელი კინოსტუდია იცის, მხოლოდ შენ არ იცი. გიორგიმ ჩაკიდა ყურმილი. მისი ხელები კანკალებდა. მან არ დაიჯერა. ეს არ შეიძლებოდა იყოს სიმართლე. ლია არასოდეს გაუღალატებდა მას. მაგრამ შემდეგ მან გაიხსენა ბოლო კვირები, როგორ ბრუნდებოდა ლია სახლში გვიან გადაღებებიდან, როგორ იყო ის დაფიქრებული, როგორ არ საუბრობდა მასთან. და მაშინ გიორგიმ გააცნობიერა, ეს იყო სიმართლე. იმავე საღამოს ოთარის ცოლმა, ქალმა სახელად მარინე, მიიღო იგივე ზარი. მარინე იყო 29 წლის მშვიდი, ლამაზი ქალი, რომელიც თავის მთელ ცხოვრებას უძღვნიდა ოთარს და მათ ვაჟს. ის არ იყო მსახიობი, არ იყო ცნობილი. ის იყო უბრალოდ ცოლი და დედა, რომელიც ყოველდღე ელოდა ქმარს სახლში და ამზადებდა მის საყვარელ საჭმელს. როცა მან გაიგონა ხმა ტელეფონში, რომელიც ამბობდა, შენი ქმარი გიღალატებს ლია ელიავასთან, მარინემ ჩაუშვა ყურმილი იატაკზე. მან დაიწყო ტირილი, ისეთი ტირილი, რომელიც გაიგონა მეზობლებმა. მათმა ვაჟმა, რომელსაც მხოლოდ 6 წელი ჰქონდა, შემოვიდა ოთახში და ჰკითხა, დედა, რატომ ტირი? მარინემ ვერ უპასუხა. როგორ უნდა ეთქვა 6 წლის ბავშვისთვის, რომ მისი მამა ტოვებს მათ? ლია დაბრუნდა სახლში იმ საღამოს 10 საათზე. როცა მან გააღო კარი, დაინახა გიორგი, რომელიც იჯდა მუქ ოთახში და არ ანთებდა შუქს. ლია მიცოდა, გიორგიმ გაიგო. მან უთხრა, გიორგი, მე უნდა გითხრა რაღაც. გიორგიმ აიღო თავი და უთხრა, არ მითხრა არაფერი. უბრალოდ უპასუხე ერთ კითხვას, შენ მიყვარ ვარ? ლია დადგა კარებთან და ვერ გამოთქვა არც ერთი სიტყვა. მისი დუმილი იყო პასუხი. გიორგიმ თქვა, გამოდი ჩემი სახლიდან. გამოდი ახლავე და აღარასოდეს დაბრუნდე. ლია წავიდა იმ საღამოს მხოლოდ ერთი ჩანთით, მასში იყო რამდენიმე კაბა და ფოტო მათი ქორწილიდან, რომელიც მან ვერ დატოვა. ოთარი დაბრუნდა სახლში შუაღამისას. როცა მან გააღო კარი, დაინახა მარინე, რომელიც იჯდა სამზარეულოში და უყურებდა ცარიელ კედელს. მათი ვაჟის წინა. ოთარმა უთხრა, მარინე, მე უნდა გითხრა რაღაც. მარინემ არ შეხედა მას. მან უთხრა, მე უკვე ვიცი ყველაფერი. ვიღაცამ დამირეკა და მითხრა. ოთარ, როგორ შეძელი? როგორ შეძელი გაგვეღალატა, მე და შენი ვაჟი? ოთარი დადგა კარებთან და თქვა, მე არ მინდოდა ეს. მე არ ვაპირებდი. მაგრამ მოხდა. და მე არ შემიძლია ცხოვრება მის გარეშე. მარინემ ჰკითხა, და ჩვენ? ჩვენ რა ვქნათ? შენი ვაჟი რა ქნას, რომელიც გელოდება ყოველ საღამოს? ოთარმა უპასუხა, მე ვიზრუნებ თქვენზე. მე მოგცემთ ყველაფერს. მაგრამ მე უნდა წავიდე.
და ის წავიდა იმ საღამოს დატოვა თავისი ვაჟი, რომელიც ძინა და არ იცოდა, რომ მამა აღარასოდეს დაბრუნდებოდა. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა ის, რომ ლია და ოთარი დატოვეს თავიანთი ოჯახები. ყველაზე საშინელი იყო ის, რაც მოხდა შემდეგ. რადგან მთელმა თბილისმა გაიგო ამბავი. გაზეთები დაიწყეს წერა, სკანდალი კინოსტუდიაზე, ცნობილი მსახიობები ტოვებენ ოჯახებს. ხალხი ქუჩებში საუბრობდა, როგორ შეძლეს. როგორ შეძლეს ასეთი ღალატი, ლიას და ოთარის ფოტოები გამოჩნდა გაზეთებში, არა როგორც საყვარელი მსახიობების, არამედ როგორც ღალატის სიმბოლოების. და ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ლიას დედამ, რომელიც ცხოვრობდა ქუთაისში და ძალიან ამაყობდა თავისი ქალით, დარეკა და უთხრა: ლია, შენ გვარი გაგვიბილწე. შენ გვარი გაგვიბილწე და აღარასოდეს დამირეკო. ლია და ოთარი გადავიდნენ პატარა ბინაში თბილისის გარეუბანში. ეს იყო ბინა, სადაც არ იყო ცხელი წყალი, სადაც ჭერი ижონებოდა, სადაც ფანჯრებიდან ჩანდა არა ლამაზი ხედები, არამედ ნაგავსაყრელი. მაგრამ ისინი იყვნენ ერთად. ყოველ საღამოს ლია და ოთარი იჯდნენ იმ პატარა სამზარეულოში და ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რა დატოვეს. ოთარი ამბობდა: ჩვენ ვიქნებით ბედნიერები. მე დაგპირდები. მაგრამ ლია იცოდა, ეს იყო ტყუილი. რადგან ყოველ ღამე, როცა ოთარი იძინებდა, ლია იჯდა ფანჯარასთან და ტიროდა. მან ფიქრობდა გიორგიზე, რომელიც ახლა იყო მარტო. მან ფიქრობდა მარინეზე, რომელიც ზრდიდა ვაჟს მარტო. მან ფიქრობდა იმ 6 წლის ბავშვზე, რომელიც ელოდა მამას, რომელიც აღარასოდეს დაბრუნდებოდა. და მაშინ ლია ჰკითხავდა საკუთარ თავს, ღირს თუ არა ეს სიყვარული ამდენი ტკივილი. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ იყო. რადგან ვიღაცა კინოსტუდიიდან ვიღაცა, ვინც ძალიან კარგად იცნობდა ლიას, გადაწყვიტა შურისძიება. ეს ადამიანი დაიწყო გავრცელება ჭორები, რომლებიც არ იყო მხოლოდ ჭორები, ისინი იყო ბილწი, საშინელი ტყუილები, რომლებმაც თითქმის გაანადგურა ლიას კარიერა. ვინ იყო ეს ადამიანი? რატომ სცულდა მას ლია ისე, რომ მზად იყო გაენადგურებინა ის? და როგორ გაიგო ლიამ, რომ ეს ადამიანი იყო ის, ვისაც ის ყველაზე მეტად ენდობოდა? 1966 წლის გაზაფხულზე, ლია ელიავამ და ოთარ კობერიძემ გადაწყვიტეს დაქორწინება. ისინი ცხოვრობდნენ ერთად უკვე 9 თვეა და მიუხედავად იმისა, რომ მთელი თბილისი მათ გმობდა, ისინი ცდილობდნენ აეშენებინათ ახალი ცხოვრება. მაგრამ ქორწინება არ იყო ადვილი. რადგან ლიას და ოთარის განქორწინება ჯერ კიდევ არ იყო ოფიციალურად დასრულებული. გიორგი უარს ამბობდა ხელმოწერაზე განქორწინების საბუთებზე. მან ამბობდა: მე არ მივცემ ლიას თავისუფლებას. ის არის ჩემი ცოლი და დარჩება ჩემი ცოლი. ოთარის ცოლი მარინე ხელს აწერდა საბუთებს, მაგრამ ამბობდა: მე ვხელმოწერ, მაგრამ არა იმიტომ, რომ მინდა. მე ვხელმოწერ იმიტომ, რომ არ მინდა ჩემმა ვაჟმა იცხოვროს იმედით, რომ მამა დაბრუნდება. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა იურიდიული პრობლემები. ყველაზე საშინელი იყო ის, რაც ხდებოდა კინოსტუდიაზე. ლიას აღარ აძლევდნენ როლებს. რეჟისორები, რომლებიც ადრე ლიას ეძებდნენ თავიანთი ფილმებისთვის, ახლა ამბობდნენ: ლია, შენ ძალიან კარგი მსახიობი ხარ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გავცეთ შენ როლი. საზოგადოება არ მიიღებს შენ. ოთარსაც ჰქონდა იგივე პრობლემა. მას უთხრეს: ოთარ, შენ დატოვე შენი ვაჟი. როგორ შეგვიძლია გავცეთ შენ როლი დადებითი გმირის, როცა შენ ხარ ადამიანი, რომელმაც დატოვა საკუთარი შვილი და ასე ლია და ოთარი, რომლებიც იყვნენ ცნობილი მსახიობები, გახდნენ უმუშევრები. ისინი ცხოვრობდნენ იმ ფულით, რომელიც ოთარს ჰქონდა დაზოგილი, მაგრამ ეს ფული სწრაფად იწურებოდა. და მაშინ მოხდა რაღაც, რაც შეცვალა ყველაფერი. ერთ დღეს, 1966 წლის აპრილში, ლიას დარეკა ქალმა სახელად ნინო, იმავე გრიმიორმა, რომელიც მუშაობდა ბაში აჩუკის გადაღებებზე. ნინომ უთხრა: ლია, მე უნდა შევხვდე შენ. მე უნდა გითხრა რაღაც, რაც შენ უნდა იცოდე. ლია შეხვდა ნინოს პატარა კაფეში თბილისის ცენტრში. ნინო იჯდა კუთხეში, ნერვიულობდა და როცა ლია მიუახლოვდა, ნინომ უთხრა: ლია, მე ვიცი, ვინ დარეკა შენს ქმარს და ოთარის ცოლს იმ საღამოს. მე ვიცი, ვინ გაავრცელა ის ანონიმური ზარი. ლიამ ჰკითხა: ვინ იყო ეს? ნინომ უპასუხა: ეს იყო გიორგი, შენი ყოფილი ქმარი. ლია ვერ დაიჯერა. როგორ შეიძლებოდა? გიორგი იყო ადამიანი, რომელიც მას უყვარდა 10 წლის განმავლობაში. გიორგი იყო ადამიანი, რომელიც აშენებდა მის კარიერას. როგორ შეიძლებოდა, რომ გიორგი გაეკეთებინა ასეთი რამ? მაგრამ ნინომ უთხრა: ლია, მე ვიცი, რადგან მე ვიყავი იქ.
მე ვიყავი გიორგის კაბინეტში იმ დღეს, ერთი კვირით ადრე, ვიდრე ის ზარი მოხდა. გიორგი საუბრობდა ვიღაცასთან ტელეფონით და ამბობდა, მე უნდა გავაკეთო რაღაც, რომ ლია დაბრუნდეს. მე უნდა გავაკეთო რაღაც, რომ ის გააცნობიეროს, რა შეცდომა დაუშვა. და შემდეგ 2 დღის შემდეგ მოხდა ის ანონიმური ზარი. ლია, გიორგიმ გააკეთა ეს. მან გადაწყვიტა გაანადგურა შენი ახალი ცხოვრება, რათა შენ დაბრუნებულიყავი მასთან. ლია დაბრუნდა სახლში იმ საღამოს და უთხრა ოთარს ყველაფერი. ოთარი გაბრაზდა ისეთი რისხვა, რომელიც ლიამ არასოდეს ნახა მასში. მან თქვა, მე წავალ გიორგისთან და ვკითხავ, როგორ შეძლო ასეთი რამ. მაგრამ ლიამ შეაჩერა ის. მან უთხრა, ოთარ, ნუ წახვალ. ეს არაფერს შეცვლის. ჩვენ უკვე დავკარგეთ ყველაფერი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ოჯახები, ჩვენი კარიერები, ჩვენი პატივი. თუ შენ წახვალ გიორგისთან, ეს მხოლოდ გააუარესებს ყველაფერს. მაგრამ ოთარი არ დაემორჩილა. მან წავიდა გიორგისთან იმავე საღამოს. რა მოხდა იმ საღამოს გიორგის სახლში, არავინ იცის ზუსტად. მაგრამ მეზობლები ამბობდნენ, რომ გაიგონეს ხმა მაღალი ყვირილი, ხმა ტირილისა და რაღაცის დამსხვრევის ხმა. ოთარი დაბრუნდა სახლში შუაღამისას, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი ხელები კანკალებდა. ლიამ ვკითხა, რა მოხდა, ოთარმა უპასუხა, გიორგი მაღიარა. მან თქვა, რომ მან გააკეთა ის ზარი. მან თქვა, რომ მან გააკეთა ეს იმიტომ, რომ მას სურდა, შენ დაბრუნებულიყავი. მაგრამ ახლა მან თქვა, რომ ის ინანებს. მან თქვა, რომ მან გაანადგურა არა მხოლოდ შენი ცხოვრება, არამედ საკუთარი ცხოვრებაც. რადგან ახლა ის არის მარტო და ყველა იცის, რომ მან გააკეთა ეს. ლია იჯდა და ტიროდა. მან ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს. როგორ შეიძლება, რომ სიყვარული, რომელიც უნდა ყოფილიყო ლამაზი, გახდა ასეთი საშინელი, ასეთი სავსე ტკივილით და ღალატით. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ იყო. რადგან რამდენიმე დღის შემდეგ ლიამ მიიღო წერილი, რომელიც იყო დაწერილი მარინეს მიერ, ოთარის ყოფილი ცოლის მიერ. ამ წერილში მარინე წერდა, ლია, მე არ ვიცი, როგორ დავწერო ეს. მაგრამ მე უნდა გითხრა. ჩემი ვაჟი, ოთარის ვაჟი, ყოველ ღამე ტირის და ეძებს მამას. ის კითხულობს, დედა, რატომ არ მოდის მამა, და მე არ ვიცი, რა ვუთხრა. როგორ ვუთხრა 6 წლის ბავშვს, რომ მისი მამა დატოვა ჩვენ სხვა ქალისთვის. ლია, მე არ გძულ ვარ. მე ვიცი, რომ სიყვარული არის რაღაც, რასაც ვერ აკონტროლებ. მაგრამ მე გთხოვ, თუ შენ და ოთარი ნამდვილად გიყვართ ერთმანეთი, იყავით ბედნიერები. რადგან თუ თქვენ არ იქნებით ბედნიერები, მაშინ ყველა ეს ტკივილი, ყველა ეს ცრემლები იქნება უაზრო. ლია წაიკითხა ეს წერილი და გააცნობიერა, ეს იყო მისი პასუხისმგებლობა. ის უნდა ყოფილიყო ბედნიერი. ის უნდა გაეკეთებინა ეს სიყვარული ღირებული. რადგან თუ ის არ იქნებოდა ბედნიერი, მაშინ ყველა ის ადამიანი, რომელიც დაიცვა ამ ცეცხლში, გიორგი, მარინე, ოთარის ვაჟი, დაიცვებოდა უაზროდ. მაგრამ როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, როცა იცი, რომ შენი ბედნიერება აშენებულია სხვისი ტკივილის საფუძველზე? როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, როცა ყოველ ღამე გესმის ხმა იმ 6 წლის ბავშვისა, რომელიც ეძებს მამას? და როგორ შეიძლება იყო ბედნიერი, როცა იცი, რომ მთელი ქვეყანა გმობს შენ? ლია და ოთარი დაქორწინდნენ 1966 წლის ივნისში, ზუსტად 1 წლის შემდეგ, რაც შეხვდნენ ბაში აჩუკის გადასაღებ მოედანზე. ქორწილი იყო მარტივი, პატარა, მხოლოდ 2 მოწმე და რეგისტრატორი. არ იყო სტუმრები, არ იყო დღესასწაული, არ იყო სიმღერები. მხოლოდ 2 ადამიანი, რომლებიც დგანან ერთმანეთის გვერდით და ცდილობდნენ დაევიწყებინათ, რა დატოვეს. მაგრამ როცა რეგისტრატორმა ჰკითხა, ლია ელიავა, თქვენ ხართ მზად გახდეთ ოთარ კობერიძის ცოლი, liam შეაჩერა. მან შეხედა ოთარს, შეხედა მის თვალებში და იმ წამში დაინახა არა მხოლოდ სიყვარული, არამედ ტკივილი, იგივე ტკივილი, რომელიც მას ჰქონდა. და მაშინ liam გააცნობიერა, ისინი ორივე იყვნენ მსხვერპლი ამ სიყვარულისა. ისინი ორივე დაიწვნენ ამ ცეცხლში. და ახლა მათ უნდა ეცხოვრათ ამ ნაცვით. მაგრამ იქნებოდა თუ არა ეს ცხოვრება ბედნიერი? იქნებოდა თუ არა ეს სიყვარული ღირებული ყველა იმ ცრემლისა, რომელიც დაიღვარა? და რატომ 30 წლის შემდეგ, როცა ლია გარდაიცვალა, ოთარი გადააქცია მათი სახლი მუზეუმად და ყოველდღე იჯდა იმ ოთახში, სადაც ლია გარდაიცვალა და ამბობდა, მე ვცხოვრობ მის მოგონებებით, რადგან ეს არის ერთადერთი, რაც მე დამრჩა. 1967 წლის შემოდგომაზე თბილისის კინოსტუდიის დირექტორის კაბინეტში შედგა შეხვედრა, რომელზეც არავინ უნდა ესწრებოდა.
იმ ოთახში, სადაც ჩვეულებრივ განიხილებოდა ფილმების ბიუჯეტები და როლების განაწილება, 5 ადამიანი შეიკრიბა და არც ერთი მათგანი არ იყო უბრალოდ კინემატოგრაფისტი. იყო კულტურის სამინისტროს წარმომადგენელი, იყო პარტიის რაიკომის მდივანი, იყო ადამიანი, რომელსაც ყველა კავშირებიანს უწოდებდა და იყო თავად დირექტორი, რომელიც ოფლიანი შუბლით ისხდა და ცდილობდა არ შეხედოს არავის თვალებში. ამ შეხვედრაზე განიხილებოდა ერთი საკითხი, რა უნდა გაეკეთებინათ ლია ელიავასთან და ოთარ კობერიძესთან. პარტიის მდივანმა თქვა, ეს ორი ადამიანი არის სირცხვილი ჩვენი კინემატოგრაფისტვის. ისინი დატოვეს თავიანთი ოჯახები, გააბილწეს საბჭოთა ოჯახის იდეალი და ახლა ისინი ცხოვრობენ ცოდვაში. ჩვენ არ შეგვიძლია მივცეთ მათ როლები. მაგრამ კულტურის სამინისტროს წარმომადგენელმა უპასუხა, თუ ჩვენ არ მივცემთ მათ როლებს, ჩვენ დავკარგავთ ორ საუკეთესო მსახიობს. ლია ელიავა არის ის, ვინც მოიგო საუკეთესო მსახიობის პრემია მოსკოვის კინოფესტივალზე. ოთარ კობერიძე არის ის, ვისაც ყველა რეჟისორი ეძებს. ჩვენ უნდა ვიპოვოთ გზა. და მაშინ კავშირებიანმა თქვა, მე ვიცი გზა. ჩვენ მივცემთ მათ როლებს, მაგრამ არა დიდ ფილმებში. ჩვენ მივცემთ მათ როლებს პატარა ფილმებში, სადაც არავინ ყურადღებას არ მიაქცევს. და ჩვენ ვიზრუნებთ, რომ ისინი იყვნენ მორჩილები. რა ნიშნავდა მორჩილები? რა ფასი უნდა გადაეხადათლიას და ოთარს, რომ დაბრუნებულიყვნენ კინოში? და ვინ იყო ეს კავშირებიანი, რომელმაც გადაწყვიტა მათი ბედი იმ საღამოს? lias და ოთარს უთხრეს ამ გადაწყვეტილების შესახებ ერთი კვირის შემდეგ. დირექტორმა დარეკა მათ და უთხრა, მოდით კინოსტუდიაზე. ჩვენ გვაქვს წინადადება თქვენთვის. როცა ლია და ოთარი მივიდნენ, დირექტორმა უთხრა, ჩვენ მზად ვართ მივცეთ თქვენ როლები. მაგრამ არა დიდ ფილმებში. თქვენ იმუშავებთ მეორე ხარისხოვან ფილმებში, სადაც თქვენი სახელები არ იქნება პლაკატებზე. თქვენ იმუშავებთ იმ ფილმებში, რომლებიც გადაიღება სოფლებში, შორს თბილისიდან, სადაც არავინ ყურადღებას არ მიაქცევს თქვენს პირად ცხოვრებას. ლიამ ჰკითხა, და თუ ჩვენ უარს ვიტყვით, დირექტორმა უპასუხა, მაშინ თქვენ აღარასოდეს იმუშავებთ კინოში. არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ საბჭოთა კავშირში. ჩვენ ვიზრუნებთ ამაზე. ოთარმა შეხედა ლიას, ლიამ შეხედა ოთარს და ორივემ გააცნობიერა, მათ არ ჰქონდათ არჩევანი. ისინი უნდა დაეთანხმებინათ. და ასე დაიწყო ლიას და ოთარის ახალი ცხოვრება, სადაც ისინი იყვნენ მსახიობები, მაგრამ არა ვარსკვლავები. ისინი მუშაობდნენ ფილმებში, რომლებსაც არავინ ახსოვს. ისინი მგზავრობდნენ სოფლებში, სადაც გადაღებები გრძელდებოდა თვეების განმავლობაში, სადაც ისინი ცხოვრობდნენ პატარა სასტუმროებში, სადაც არ იყო ცხელი წყალი და სადაც ღამით გესმოდა ვირთხების ხმა. ლია თამაშობდა მეორე ხარისხოვან როლებს, არა მთავარ გმირებს, არამედ მეგობრებს, დებს, დედებს, რომლებსაც ჰქონდათ 2-3 რეპლიკა. ოთარი თამაშობდა იგივე როლებს, არა გმირებს, არამედ მეგობრებს, მეზობლებს, ადამიანებს, რომლებიც გამოჩნდებოდნენ ეკრანზე 5 წუთით და გაქრებოდნენ. მაგრამ ისინი მუშაობდნენ. ისინი მუშაობდნენ იმიტომ, რომ ეს იყო ერთადერთი, რაც მათ შეეძლოთ. ისინი მუშაობდნენ იმიტომ, რომ უნდა ეცხოვრათ. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო არა ის, რომ ლია და ოთარი დაკარგეს თავიანთი სტატუსი. ყველაზე საშინელი იყო ის, რომ ისინი დაკარგეს თავიანთი ღირსება. გადასაღებ მოედნებზე, სადაც ისინი მუშაობდნენ, ყველა იცოდა მათი ისტორია. ყველა იცოდა, რომ ლია და ოთარი იყვნენ ის ორი ადამიანი, რომლებმაც დატოვეს თავიანთი ოჯახები სიყვარულისთვის. და ყველა საუბრობდა ამაზე. ოპერატორები ჩურჩულებდნენ, ნახე, ეს არის ის ქალი, რომელმაც დატოვა ქმარი. გრიმიორები ჩურჩულებდნენ, ნახე, ეს არის ის კაცი, რომელმაც დატოვა ვაჟი. და ლია და ოთარი ისმენდნენ ამ ჩურჩულს ყოველდღე, ყოველ საათს და ცდილობდნენ არ გამოეჩინათ, რომ ეს მათ აწუხებდა. მაგრამ ღამით, როცა ისინი ბრუნდებოდნენ თავიანთ პატარა სასტუმროს ნომერში, ლია იჯდა საწოლზე და ტიროდა. მან ამბობდა, ოთარ, რამდენ ხანს უნდა ვიტანოთ ეს? რამდენ ხანს უნდა ვიცხოვროთ ასე, როგორც დამნაშავეები? ოთარი უპასუხებდა, ჩვენ ვიტანთ, რამდენიც საჭიროა. რადგან ჩვენ ერთად ვართ. და ეს არის ერთადერთი, რაც მნიშვნელოვანია. მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელიც არ ჩურჩულებდა. იყო ერთი ადამიანი, რომელიც ეპყრობოდა ლიას და ოთარს არა როგორც დამნაშავეებს, არამედ როგორც ადამიანებს. ეს იყო რეჟისორი სახელად გიორგი შენგელაია, ახალგაზრდა 29 წლის რეჟისორი, რომელიც ახლახან დაამთავრა მოსკოვის კინოინსტიტუტი და ბრუნდებოდა საქართველოში, რომ გადაეღო თავისი პირველი ფილმი. გიორგი შენგელაია იყო განსხვავებული. ის არ აინტერესებდა ჭორები, არ აინტერესებდა სკანდალები. მას აინტერესებდა მხოლოდ ერთი, ნიჭი.
და როცა მან დაინახა ლია ერთ-ერთ გადაღებაზე, როგორც თამაშობდა პატარა როლს, მან გააცნობიერა, ეს ქალი არის ის, ვინც მას სჭირდება თავისი ფილმისთვის. მან მიუახლოვდა ლიას გადაღების შემდეგ და უთხრა, ლია, მე ვამზადებ ახალ ფილმს. ეს იქნება ფილმი ქალის შესახებ, რომელიც იბრძვის თავისი ბედნიერებისთვის. მე მინდა, რომ შენ ითამაშო მთავარი როლი. ლიამ შეხედა მას და ჰკითხა, შენ იცი, ვინ ვარ მე? შენ იცი, რა გავაკეთე? გიორგიმ უპასუხა, მე ვიცი, ვინ ხარ შენ. შენ ხარ ლია ელიავას, საუკეთესო მსახიობი, რომელიც კი მინახავს. და ეს არის ერთადერთი, რაც მე მაინტერესებს. ეს იყო ფილმი პირველი მერცხალი, რომელიც გადაიღება 1968 წელს და რომელიც შეცვლის ლიას ცხოვრებას. მაგრამ ამ ფილმამდე ლიას და ოთარს უნდა გაეტარებინათ კიდევ 2 წელი იმ ჯოჯოხეთში, სადაც ისინი იყვნენ მსახიობები, მაგრამ არა ადამიანები. 2 წელი, სადაც ისინი მუშაობდნენ დილიდან ღამემდე, მაგრამ მაინც ვერ ახერხებდნენ გადაეხადათ ქირა თავიანთ პატარა ბინაზე. 2 წელი, სადაც ლია ყიდულობდა ბაზარზე ყველაზე იაპ პოსტნეულს და ამზადებდა სადილს, რომელიც უნდა ეყოთ მთელი დღის განმავლობაში. 2 წელი, სადაც ოთარი ცდილობდა არ ფიქრობდეს თავის ვაჟზე, რომელიც ახლა იყო 8 წლის და რომელიც, როგორც მარინე უამბობდა წერილებში, კითხულობდა, დედა, რატომ არ მოდის მამა ჩემს დაბადების დღეზე? 2 წელი, სადაც ლია და ოთარი ცდილობდნენ იყვნენ ბედნიერები, მაგრამ ყოველ ღამე იძინებდნენ ცრემლებით. რატომ ირჩევდნენ ისინი დარჩენას ერთად, როცა ყველაფერი მათ ეუბნებოდა, დატოვეთ ეს? რა იყო ის, რაც ინახავდა მათ ერთად, როცა მთელი სამყარო მათ ეწინააღმდეგებოდა? 1968 წლის გაზაფხულზე, ლია ელიავას ცხოვრებაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც თითქმის გაანადგურა მას. ეს იყო ქალი სახელად ნატო, 26 წლის ლამაზი, ჭკვიანი ქალი, რომელიც მუშაობდა კინოსტუდიაზე როგორც კოსტიუმების დიზაინერი. ნატო გაეცნო ლიას პირველი მერცხლის გადაღებებზე და პირველივე დღიდან ისინი გახდნენ მეგობრები. ნატო იყო ერთადერთი ადამიანი გადასაღებ მოედანზე, რომელიც არ საუბრობდა ლიას წარსულზე. ის არ კითხულობდა ლიას ოჯახის შესახებ, არ კითხულობდა სკანდალის შესახებ. ის უბრალოდ ესაუბრებოდა ლიას როგორც მეგობარს, ისაუბრებდა ფილმებზე, ცხოვრებაზე, ოცნებებზე. და ლია, რომელსაც არ ჰყავდა მეგობრები უკვე 3 წლის განმავლობაში, გახსნა თავისი გული ნატოსთვის. მან უამბო ნატოს ყველაფერი, როგორ შეხვდა ოთარს, როგორ შეიყვარა ის, როგორ დატოვა გიორგი, როგორ ცხოვრობდა ახლა. და ნატო ისმენდა, თანაგრძნობდა, ამბობდა, ლია, შენ ძლიერი ქალი ხარ. შენ გადალახე ყველაფერი სიყვარულისთვის. ეს არის საოცარი. მაგრამ ნატო არ იყო მეგობარი. ნატო იყო ვიღაც სხვა ვიღაც, ვინც ჰქონდა თავისი გეგმა, თავისი მიზანი, რომელიც ლიამ ვერ დაინახა. რადგან ნატო უყვარდა ოთარი. ის უყვარდა მას უკვე 2 წლის განმავლობაში, მას შემდეგ, რაც პირველად დაინახა ის კინოსტუდიაზე. მაგრამ ოთარი არ იცოდა ამის შესახებ. ის ხედავდა ნატოს როგორც ლიას მეგობარს არაფერ მეტს. და ნატო იყენებდა ამ მეგობრობას, რომ მიუახლოვებოდა ოთარს. ის იწყებდა საუბარს ოთართან გადაღებების შემდეგ, ეკითხებოდა მას მის ცხოვრების შესახებ, ეუბნებოდა, რომ ის ესმოდა მას. და ნელ-ნელა ნატო იწყებდა რაღაცის თესვას ოთარის გონებაში, თესვას ეჭვს ლიასადმი. ერთ დღეს, 1968 წლის მაისში, ნატომ უთხრა ოთარს, ოთარ, მე უნდა გითხრა რაღაც, რაც შენ უნდა იცოდე. ლია საუბრობს შენზე ჩემთან. ის ამბობს, რომ ის დაღლილია. ის ამბობს, რომ ის არ იცის, რამდენ ხანს შეძლებს ცხოვრებას ასე ღარიბად, უპატივცემულოდ. ის ამბობს, რომ ზოგჯერ ფიქრობს, იქნებ უკეთესი იქნებოდა, რომ დაბრუნებულიყო გიორგისთან. ოთარმა ჰკითხა, ეს სიმართლეა? ლია ნამდვილად ამბობს ამას, ნატომ უპასუხა, დიახ, ოთარ. მე არ მინდა გითხრა ეს, მაგრამ შენ უნდა იცოდე. ლია არ არის ბედნიერი. ის ცხოვრობს შენთან, მაგრამ ის არ არის ბედნიერი. ეს იყო ტყუილი. ლია არასოდეს უთქვამს ასეთი რამ. მაგრამ ოთარმა დაიჯერა. რადგან ოთარი თვითონაც ფიქრობდა ამაზე. ის თვითონაც ფიქრობდა, იქნებ ლია ნანობს? იქნებ ლია სურს დაბრუნება თავის ძველ ცხოვრებაში, სადაც ის იყო ცნობილი, პატივცემული, სადაც მას ჰქონდა ყველაფერი. და ასე ნატომ დაიწყო თავისი თამაში, რომელიც თითქმის გაანადგურა ლიას და ოთარის ურთიერთობა. ის ყოველდღე ეუბნებოდა ოთარს რაღაც პატარას, რაღაც, რაც აყენებდა ეჭვს. ლია დღეს საუბრობდა გიორგის შესახებ. ის ამბობდა, რომ გიორგი იყო კარგი ქმარი. ლია დღეს ტიროდა. ის ამბობდა, რომ მას მოეწონა თავისი ძველი ცხოვრება.
ლია დღეს გკითხა ჩემგან, როგორ ფიქრობ, შეიძლება თუ არა ადამიანმა დაბრუნდეს წარსულში და ოთარი ისმენდა ამ ყველაფერს და იწყებდა ეჭვს. ის იწყებდა ფიქრს, იქნებ ლია ნამდვილად სურს დატოვება მისი. იქნებ ლია ნამდვილად ნანობს. და ეს ეჭვი იწყებდა შეჭამას მისი გულისა, იწყებდა გაანადგურებას მისი სიყვარულისა. მაგრამ ლია არაფერი იცოდა ამის შესახებ. ის არ იცოდა, რომ ნატო ამბობდა ამ ყველაფერს ოთარს. ის არ იცოდა, რომ ნატო ცდილობდა გაენადგურებინა მათი ურთიერთობა. ის უბრალოდ ხედავდა, რომ ოთარი იცვლებოდა. ის ხედავდა, რომ ოთარი ხდებოდა უფრო მშვიდი, უფრო დაფიქრებული, უფრო შორეული. ის ხედავდა, რომ ოთარი აღარ საუბრობდა მასთან ისე, როგორც ადრე. და ლია იწყებდა შიშს. მან ფიქრობდა, იქნებ ოთარი დაიღალა ჩემგან. იქნებ ოთარი ნანობს, რომ დატოვა თავისი ოჯახი ჩემთვის. და ეს შიში იწყებდა შეჭამას მისი გულისა, იწყებდა გაანადგურებას მისი სიყვარულისა. რატომ არ ეუბნებოდა ლია ოთარს თავის შიშებზე? რატომ არ ეკითხებოდა ოთარი ლიას რა ხდებოდა? და როგორ გაიგო liam სიმართლე ნატოს შესახებ, სიმართლე, რომელმაც თითქმის დაასრულა ყველაფერი. 1962 წლის ივნისში პირველი მერცხლის გადაღებები დასრულდა. ეს იყო ფილმი, რომელიც შეცვლიდა ლიას ცხოვრებას, ფილმი, რომელიც მოიგებდა პრემიებს, რომელიც დააბრუნებდა ლიას მის სტატუსს, რომელიც აჩვენებდა მთელ საქართველოს, რომ ლია ელიავა არ იყო მხოლოდ ქალი, რომელმაც დატოვა ქმარი, არამედ იყო დიდი მსახიობი. მაგრამ იმ დღეს, როცა გადაღებები დასრულდა, ლია არ იყო ბედნიერი. ის იყო შეშფოთებული, შეშინებული, რადგან ის გრძნობდა, რომ რაღაც არ იყო სწორი ოთართან. ის გრძნობდა, რომ ოთარი შორდებოდა მას და ის არ იცოდა რატომ. იმ საღამოს გადაღებების დასრულების შემდეგ გუნდმა მოაწყო პატარა დღესასწაული. ყველა იყო იქ, რეჟისორი გიორგი შენგელაია, ოპერატორები, მსახიობები და ნატო. ლია იჯდა კუთხეში და უყურებდა, როგორ ზეიმობდნენ ყველა, მაგრამ ის ვერ ზეიმობდა. ის უყურებდა ოთარს, რომელიც იდგა მეორე მხარეს ოთახისა და საუბრობდა ნატოსთან. ის უყურებდა, როგორ იცინოდა ოთარი ნატოს ხუმრობებზე, როგორ უყურებდა ნატოს თვალებში და იმ წამში liam გრძნო რაღაც, რაც მას არასოდეს გრძნია. ეს იყო ეჭვი. ეს იყო შიში. ეს იყო აზრი, იქნებ ოთარს უყვარს ნატო. ლია წამოდგა და გავიდა ოთახიდან. მან გავიდა ქუჩაში, სადაც იყო ცივი, სადაც იყო ბნელი და დაიწყო სიარული. მან არ იცოდა, სად მიდიოდა. მან უბრალოდ სიარულობდა და ტიროდა. მან ფიქრობდა, როგორ მოხდა ეს. როგორ შეიძლება, რომ ოთარი, რომელიც დატოვა ყველაფერი მისთვის, ახლა უყვარდეს სხვა ქალი? როგორ შეიძლება, რომ ყველა ის ტკივილი, ყველა ის ცრემლები, ყველა ის მსხვერპლი იყოს უაზრო? და მაშინ liam გრძნო რაღაც, რაც მას არასოდეს გრძნია, გრძნო, რომ ის კარგავდა ყველაფერს. ის კარგავდა ოთარს, ის კარგავდა თავის სიყვარულს, ის კარგავდა ერთადერთს, რაც მას ჰქონდა. მაგრამ შემდეგ მოხდა რაღაც, რამაც შეცვალა ყველაფერი. ლია დადგა ხიდზე, იმავე ხიდზე, სადაც ის და ოთარი პირველად გაიარეს ერთად 4 წლის წინ, როცა ისინი ჯერ კიდევ იყვნენ ბედნიერები, როცა ისინი ჯერ კიდევ სჯეროდათ, რომ მათი სიყვარული იქნებოდა საკმარისი. და იმ წამში, როცა ლია იდგა იმ ხიდზე და უყურებდა მდინარეს, რომელიც მიედინებოდა ქვემოთ, მან გაიგონა ხმა უკანიდან. ეს იყო ოთარის ხმა. ის ამბობდა, ლია, რატომ გამოხვედი? რატომ არ მითხარი, რომ მიდიხარ? ლია მობრუნდა და დაინახა ოთარი, რომელიც იდგა მის უკან, მისი სახე იყო შეშფოთებული, მისი თვალები იყო სავსე შიშით. და liam ჰკითხა, ოთარ, შენ მიყვარ ვარ? ოთარმა შეხედა მას და უთხრა, რა კითხვაა ეს? რა თქმა უნდა, მიყვარ ხარ. შენ ხარ ჩემი ყველაფერი. liam ჰკითხა, მაშინ რატომ შორდები ჩემგან? რატომ აღარ საუბრობ ჩემთან ისე, როგორც ადრე? რატომ გრძნობ, რომ შენ კარგავ მე? ოთარმა დადგა და შეხედა მას, და იმ წამში liam დაინახა რაღაც მის თვალებში, დაინახა ტკივილი, დაინახა ეჭვი, დაინახა შიში. და მაშინ ოთარმა უთხრა, ლია, ნატო მითხრა რაღაცები შენზე. ის მითხრა, რომ შენ ნანობ. ის მითხრა, რომ შენ სურს დაბრუნება გიორგისთან. ეს სიმართლეა? ლია დადგა და შეხედა ოთარს და იმ წამში მან გააცნობიერა ყველაფერი. მან გააცნობიერა, რომ ნატო არ იყო მეგობარი. მან გააცნობიერა, რომ ნატო ცდილობდა გაენადგურებინა მათი ურთიერთობა. მან გააცნობიერა, რომ ყველა ის ეჭვი, რომელიც ოთარს ჰქონდა, იყო ნატოს ტყუილები. და მაშინ liam უთხრა, ოთარ, ეს არის ტყუილი. მე არასოდეს მithქვამს ასეთი რამ. მე არასოდეს მინდოდა დაბრუნება გიორგისთან. მე მიყვარხარ. მე მიყვარხარ ისე, რომ მე მზად ვარ დავკარგო ყველაფერი შენთვის.
და მე უკვე დავკარგე ყველაფერი შენთვის. როგორ შეგიძლია იფიქრო, რომ მე ნანო ოთარმა შეხედა მას და იმ წამში მან დაინახა სიმართლე ლიას თვალებში. მან დაინახა, რომ ლია არ ატყუებდა მას. მან დაინახა, რომ ლია ნამდვილად უყვარდა მას. და მაშინ ოთარმა ჩაეხუტა ლიას და უთხრა, მე ვწუხვარ. მე ვწუხვარ, რომ დაგიჯერე ნატოს. მე ვწუხვარ, რომ ეჩვი შემეპარა შენდამი. მე არასოდეს უნდა ეჩვი შემეპარა შენდამი. მაგრამ რა მოხდა ნატოსთან? როგორ გაიგო ლიამ, რომ ნატო ცდილობდა გაენადგურებინა მათი ურთიერთობა? და რატომ, როცა ლია დაუბრუნდა ნატოს მეორე დღეს და ჰკითხა, რატომ გააკეთე ეს, ნატომ უპასუხა, რადგან მე მინდოდა ოთარი. მე მინდოდა ის იმდენად, რომ მზად ვიყავი გაგენადგურებინა შენ. მაგრამ ახლა მე ვხედავ, რომ მე ვერასოდეს მივიღებ მას. რადგან ის გიყვარს შენ ისე, როგორც არავინ არასოდეს მიყვარდა მე. იყო თუ არა ეს სიმართლე? ან იყო თუ არა ეს კიდევ ერთი ტყუილი, რომელიც ნატომ თქვა, რომ დაემალა რაღაც უფრო საშინელი, რაღაც რაც ლია არასოდეს გაიგებდა. 1969 წლის შემოდგომაზე ლია ელიავას პირად ნივთებს შორის აღმოაჩინეს დღიური, რომელიც მან იწერდა ღამით, როცა ოთარი იძინებდა. ამ დღიურში გვერდებზე, რომლებიც იყო დაფარული ცრემლების კვალით და ჩამქრალი მელნით, ლია წერდა, დღეს ვიფიქრე იმ 6 წლის ბავშვზე, რომელიც ელოდება მამას. ვიფიქრე მარინეზე, რომელიც ზრდის ვაჟს მარტო. ვიფიქრე გიორგიზე, რომელიც ახლა სვამს ყოველ საღამოს და ამბობს ხალხს, რომ მე გავანადგურე მისი ცხოვრება. და მაშინ ვიკითხე საკუთარ თავს, ღირს თუ არა ჩემი ბედნიერება ამდენი ტკივილი, ამ დღიურის ბოლო ჩანაწერი იყო დათარიღებული 1979 წლის ოქტომბრით, ზუსტად ერთი კვირით ადრე, ვიდრე ლია მოულოდნელად დაავადდა. იმ ჩანაწერში ლია წერდა, მე უგრძნობ, რომ ჩემი სხეული მღალატობს. ყოველ დილას ვიღვიძებ და უგრძნობ ტკივილს, რომელიც არ გადის. მაგრამ მე არ ვეუბნები ოთარს. როგორ შემიძლია ვუთხრა მას, რომ მე ვავადდები, როცა ის უკვე დატოვა ყველაფერი ჩემთვის? რა იყო ეს ტკივილი, რომელიც ლია მალავდა? რატომ არ უთხრა ის ოთარს, რომელიც იყო მის გვერდით? და ვინ იყო ის ექიმი, რომელმაც მოგვიანებით უთხრა ოთარს, თუ ლია მომიმართა ადრე, ჩვენ შეგვეძლო გადაგვერჩინა ის. ლია ელიავა იწყებდა ყოველ დილას იმავე რიტუალით, ის ადგებოდა 6 საათზე, ადგებოდა საწოლიდან ფრთხილად, რომ არ გაეღვიძებინა ოთარი და მიდიოდა აბაზანაში. იქ, კარის უკან, სადაც არავინ ხედავდა მას, ლია იდგა სარკის წინ და უყურებდა საკუთარ თავს. მისი სახე, რომელიც ოდესღაც იყო ლამაზი, ახლა იყო ფერმკრთალი, მისი თვალები იყვნენ ჩაფლული, მისი ტუჩები იყო უფერო. ის ხედავდა, როგორ იცვლებოდა მისი სხეული, როგორ კარგავდა წონას, როგორ ჩნდებოდა ჩრდილები მის სახეზე, როგორ კანკალებდა მისი ხელები. მაგრამ ყველაზე საშინელი იყო ტკივილი, რომელიც იწყებოდა მის მუცელში და ვრცელდებოდა მთელ სხეულზე, ტკივილი, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ზოგჯერ ლია იძულებული იყო ჩაეჩი და ნიჟარას რომ არ დაეცა. მაგრამ ის არ ტიროდა. ის არ ყვიროდა. ის უბრალოდ იდგა იქ, აბაზანაში და ელოდა, სანამ ტკივილი გაივლიდა. შემდეგ ის იბანდა ცივი წყლით, იცვამდა ჩვეულებრივ კაბას, იღიმებოდა სარკეში და გამოდიოდა, თითქოს არაფერი არ მომხდარა. ოთარი არაფერს ამჩნევდა. ის ხედავდა, რომ ლია იყო დაღლილი, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს იყო გადაღებების გამო. ის ხედავდა, რომ ლია კარგავდა წონას, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს იყო სტრესის გამო. ის ხედავდა, რომ ლია ზოგჯერ იჭერდა მუცელს, მაგრამ ფიქრობდა, რომ ეს იყო უბრალოდ კუჭის პრობლემა. და ლია არ უთხრა მას სიმართლე. ის არ უთხრა, რადგან ის შეშინებული იყო. ის შეშინებული იყო, რომ თუ ოთარი გაიგებდა, რომ ის ავად იყო, ოთარი იძულებული იქნებოდა დაეტოვებინა მუშაობა და ეზრუნა მისთვის. ის შეშინებული იყო, რომ თუ ოთარი გაიგებდა, რომ ის ავად იყო, ოთარი იწყებდა თავის დადანაშაულებას იმაში, რომ მან დატოვა თავისი ოჯახი ლიასთვის და ახლა ლია ავადდებოდა. ის შეშინებული იყო, რომ თუ ოთარი გაიგებდა, რომ ის ავად იყო, მათი სიყვარული, რომელიც უკვე იყო სავსე ტკივილით, გახდებოდა კიდევ უფრო მძიმე. მაგრამ ერთ დღეს, 1979 წლის ნოემბერში, ლია ვერ შეძლო მალვა. იმ დღეს ისინი იყვნენ გადასაღებ მოედანზე, სადაც ლია თამაშობდა პატარა როლს ახალ ფილმში. ეს იყო სცენა, სადაც ლიას უნდა გაევლო ოთახში და ეთქვა ორი რეპლიკა. მარტივი სცენა, რომელიც უნდა გადაეღოთ 10 წუთში. მაგრამ როცა კამერები ჩაერთო და ლია დაიწყო სიარული, მოულოდნელად მან იგრძნო, რომ მისი ფეხები აღარ უჭერდა. მან იგრძნო, რომ ტკივილი, რომელიც ყოველთვის იყო მის მუცელში, ახლა იყო ისეთი ძლიერი, რომ ის ვერ სუნთქავდა. მან სცადა გაეგრძელებინა სიარული, მაგრამ მისი სხეული არ ემორჩილებოდა. და მაშინ კამერების წინ, მთელი გუნდის წინ, ლია დაეცა.
ის დაეცა იატაკზე, მისი სხეული კანკალებდა, მისი სახე იყო თეთრი როგორც ქაღალდი და მისი პირიდან გამოვიდა ხმა, რომელიც არ იყო ყვირილი, არამედ იყო რაღაც უფრო საშინელი, რაღაც, რაც ჟღერდა როგორც ცხოველის ხმა, რომელიც იღუპება. ოთარი მიირბინა მისკენ. მან აიღო ლია თავის ხელებში და დაიძახა, ლია. რა ხდება, მაგრამ ლია ვერ უპასუხა. ის მხოლოდ უყურებდა მას თავისი დიდი, შეშინებული თვალებით და ცდილობდა რაღაც ეთქვა, მაგრამ სიტყვები არ გამოდიოდა. რეჟისორმა დაიძახა, დარეკეთ სასწრაფოს. სწრაფად და 10 წუთის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარება. ექიმები აიღეს ლია და წაიყვანეს საავადმყოფოში. ოთარი იჯდა სასწრაფოს მანქანაში, იჭერდა ლიას ხელს და ამბობდა, ლია, შენ იქნები კარგად. მე დაგპირდები, შენ იქნები კარგად. მაგრამ ლია იცოდა, ეს იყო ტყუილი. ის იცოდა, რომ რაღაც საშინელი ხდებოდა მის სხეულში, რაღაც, რაც ის ვერ აკონტროლებდა, რაღაც, რაც მას კლავდა. საავადმყოფოში ექიმებმა გააკეთეს გამოკვლევები. ისინი აიღეს ლიას სისხლი, გააკეთეს რენტგენი, გააკეთეს ყველა ის ტესტი, რომელიც შეეძლოთ. და შემდეგ 3 საათის შემდეგ მთავარი ექიმი გამოვიდა ოთახიდან და მიუახლოვდა ოთარს, რომელიც იჯდა დერეფანში და ელოდა. ექიმი იყო ხანდაზმული კაცი 70 წლის, რომელსაც ჰქონდა დაღლილი სახე და ნაცრისფერი თმა. მან შეხედა ოთარს და უთხრა, ბატონო კობერიძე, მე უნდა გითხრათ რაღაც. თქვენი ცოლი ავადაა. ის ავადაა ძალიან სერიოზულად. ოთარმა ჰკითხა, რა აქვს მას? რა არის პრობლემა? ექიმი დუმდა რამდენიმე წამს, შემდეგ უთხრა, ბატონო კობერიძე, თქვენს ცოლს აქვს სიმსივნე. ის არის მის კუჭში და ის უკვე გავრცელებულია სხვა ორგანოებზე. ჩვენ გავაკეთეთ ყველა ის გამოკვლევა, რომელიც შეგვეძლო და ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სიმსივნე არის ძალიან დიდი და ძალიან საშიში. ოთარი დადგა და შეხედა ექიმს და იმ წამში მან იგრძნო, რომ მისი სამყარო იშლებოდა. მან ჰკითხა, ეს რას ნიშნავს? ეს რას ნიშნავს, რომ ის არის საშიში? ექიმი უპასუხა, ეს ნიშნავს, რომ თქვენი ცოლი იღუპება. თუ ჩვენ არ გავაკეთებთ რაღაცას, ის იღუპება რამდენიმე თვეში. ოთარი დაეცა სკამზე. მისი ხელები კანკალებდა, მისი სახე იყო თეთრი, მისი თვალებიდან დაიწყო ცრემლების დინება. მან ჰკითხა, როგორ მოხდა ეს? როგორ შეიძლება? ლია არასოდეს მითხრა, რომ ის ავად იყო. ექიმი უპასუხა, ბატონო კობერიძე, ეს სიმსივნე არის ისეთი ტიპის, რომელიც არ იძლევა სიმპტომებს დიდი ხნის განმავლობაში. ადამიანი შეიძლება იყოს ავად თვეების განმავლობაში და არ იცოდეს ამის შესახებ. მაგრამ თქვენი ცოლი იცოდა. ის იცოდა, რადგან ის გრძნობდა ტკივილს. ის უბრალოდ არ გითხრათ. ოთარმა ჰკითხა, რატომ? რატომ არ მითხრა? ექიმი უპასუხა, ეს თქვენ უნდა ჰკითხოთ მას. ოთარი შევიდა ოთახში, სადაც იცვა ლია. ის იცვა საწოლზე, მისი სახე იყო ფერმკრთალი, მისი თვალები იყო დახუჭული. ოთარი მიუახლოვდა მას, დაჯდა საწოლის გვერდით და აიღო მისი ხელი. მან უთხრა, ლია, გაიღვიძე. გთხოვ, გაიღვიძე. ლიამ გააღო თვალები და შეხედა მას. მან უთხრა, ოთარ, მე ვიცი, რა გითხრა ექიმი. მე ვიცი, რომ მე ვიღუპები. ოთარმა ჰკითხა, რატომ არ მითხარი? რატომ არ მითხარი, რომ შენ ავად იყავი? ლიამ უპასუხა, რადგან მე არ მინდოდა, შენ შეშფოთებულიყავი. რადგან მე არ მინდოდა, შენ დადანაშაულებულიყავი. რადგან მე მინდოდა, ჩვენ გქონოდა ჯერ კიდევ ცოტა ხანი ბედნიერად, სანამ ყველაფერი დასრულდებოდა. ოთარი ტიროდა. ის ტიროდა ისე, როგორც არასოდეს ტიროდა თავის ცხოვრებაში. ის ტიროდა და ამბობდა, ლია, შენ არ იღუპები. მე არ დაგიშვებ. ჩვენ ვიპოვით გზას. ჩვენ ვიპოვით ექიმებს, რომლებიც შეგიძლიან გადაგარჩინონ. მაგრამ ლია იცოდა, ეს იყო ტყუილი. ის იცოდა, რომ არ იყო გზა. ის იცოდა, რომ სიმსივნე, რომელიც იყო მის სხეულში, იყო ისეთი დიდი და ისეთი საშიში, რომ არავინ შეეძლო გადაერჩინა ის. მაგრამ ის არ უთხრა ამას ოთარს. ის უბრალოდ შეხედა მას და უთხრა, ოთარ, მე მიყვარხარ. მე მიყვარხარ ისე, რომ მე არ ვნანობ არაფერს. მე არ ვნანობ, რომ დავტოვე გიორგი. მე არ ვნანობ, რომ დავკარგე ჩემი კარიერა. მე არ ვნანობ, რომ ვიცხოვრე ღარიბად. რადგან ყველა ეს წელი, რომელიც მე გავატარე შენთან, იყო საუკეთესო წლები ჩემი ცხოვრებისა. იყო თუ არა ეს სიმართლე? ან იყო თუ არა ეს ტყუილი, რომელიც ლია უთხრა ოთარს, რომ მას არ ეტკინა გული.
და რატომ როცა ოთარი დატოვა ოთახი იმ საღამოს ექთანმა, რომელიც იდგა დერეფანში უთხრა, ბატონო კობერიძე, თქვენმა ცოლმა მთხოვა, რომ არ გითხრათ რაღაც. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ თქვენ უნდა იცოდეთ. თქვენი ცოლი იცოდა, რომ ის ავად იყო უკვე 6 თვის განმავლობაში. ის მივიდა ექიმთან 6 თვის წინ და ექიმმა უთხრა, რომ მას სჭირდებოდა ოპერაცია. მაგრამ თქვენმა ცოლმა უარი თქვა. ის უარი თქვა იმიტომ, რომ ის არ მინდოდა თქვენ შეშფოთებულიყავით. ის უარი თქვა იმიტომ, რომ ის მინდოდა თქვენ ყოფილიყავით ბედნიერი. 1969 წლის დეკემბერში ლია ელიავას სახლში შემოვიდა ადამიანი, რომელსაც ის არ ელოდა. შემოვიდა მარინე, ოთარის ყოფილი ცოლი, ქალი, რომელსაც ლია არასოდეს შეხვედრია პირისპირ, მაგრამ რომლის შესახებაც ის ფიქრობდა ყოველ დღე. მარინე იდგა კარებთან, მისი სახე იყო დაღლილი, მისი თვალები იყო წითელი ტირილისგან, მისი ხელებში იჭერდა პატარა ჩანთას. ლია იჯდა დივანზე, დახვეული საბანში, რადგან ის ვერ ადგებოდა საწოლიდან უკვე 2 კვირის განმავლობაში. როცა ლიამ დაინახა მარინე, მან სცადა წამოდგომა, მაგრამ მისი სხეული არ ემორჩილებოდა. მარინე მიუახლოვდა მას და უთხრა, ლია, მე მოვედი, რადგან მე უნდა გითხრა რაღაც. მე მოვედი, რადგან მე ვიცი, რომ შენ იღუპები და მე არ მინდა, შენ იღუპო იმის გაგებით, რომ მე გძულ ვარ. ლიამ შეხედა მას და ჰკითხა, შენ არ მძულ ვარ? მარინემ უპასუხა, არა. მე არ გძულ ვარ. მე გძულდი 4 წლის განმავლობაში. მე გძულდი იმდენად, რომ ზოგჯერ ვფიქრობდი, როგორ კარგი იქნებოდა, რომ შენ აღარ არსებობდე. მაგრამ ახლა, როცა მე ვიცი, რომ შენ ნამდვილად იღუპები, მე ვხედავ, რომ ეს არ არის ის, რაც მე მინდოდა. მე არ მინდოდა შენი სიკვდილი. მე უბრალოდ მინდოდა, ოთარი დაბრუნებულიყო. ლია ტიროდა. ის ტიროდა და ამბობდა, მარინე, მე ვწუხვარ. მე ვწუხვარ იმისთვის, რაც მე გავაკეთე. მე ვწუხვარ, რომ წავართვი ოთარი. მე ვწუხვარ, რომ გავანადგურე შენი ოჯახი. მე ვიცი, რომ არაფერი, რასაც მე ვითყვი, ვერ შეცვლის იმას, რაც მოხდა. მაგრამ მე მინდა შენ იცოდე, მე ნამდვილად ვუყვარდი ოთარს. მე არ წავართვი ის იმიტომ, რომ მე მინდოდა გაგენადგურებინა შენ. მე წავართვი ის იმიტომ, რომ მე ვერ შევძელი ცხოვრება მის გარეშე. მარინე დაჯდა დივანზე ლიას გვერდით და უთხრა, ლია, მე ვიცი. მე ვიცი, რომ შენ ნამდვილად უყვარდი ოთარი. მე ვხედავ ამას მის თვალებში ყოველ ჯერზე, როცა ის საუბრობს შენზე. მე ვხედავ, რომ ის გიყვარს შენ ისე, როგორც ის არასოდეს მიყვარდა მე. და ეს არის ის, რაც ყველაზე მეტად მტკივა, არა ის, რომ მან დამტოვა, არამედ ის, რომ მან დამტოვა იმიტომ, რომ მან იპოვა ის, რასაც ის ეძებდა მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში. მარინემ გააღო თავისი ჩანთა და ამოიღო კონვერტი. მან გადასცა ის ლიას და უთხრა, ეს არის წერილი ჩემი ვაჟისგან, ოთარის ვაჟისგან. ის დაწერა ეს წერილი გუშინ, როცა მე ვუთხარი, რომ შენ იღუპები. ის მითხრა, დედა, გთხოვ, მიიტანე ეს წერილი იმ ქალთან, რომელმაც წაართვა ჩემი მამა. მე მინდა ის იცოდეს რაღაც. მე არ ვიცი, რა წერია ამ წერილში. მაგრამ ჩემი ვაჟი მთხოვა, რომ მე მიმეტანა ეს შენთან და მე ვასრულებ მის თხოვნას. ლიამ აიღო კონვერტი ცახცახებული ხელებით. მან გააღო ის და წაიკითხა წერილი. წერილში იყო დაწერილი, ქალბატონო ელიავა, მე არ ვიცი, როგორ დავიწყო ეს წერილი. მე არ ვიცი, როგორ ვუთხრა ადამიანს, რომელსაც მე არასოდეს შემხვედრია, მაგრამ რომელსაც მე ვძულდი მთელი ჩემი ცხოვრების განმავლობაში. მე ვძულდი თქვენ იმიტომ, რომ თქვენ წაართვით ჩემი მამა. მე ვძულდი თქვენ იმიტომ, რომ ჩემი მამა დამტოვა ჩემი დაბადების დღეს, დამტოვა ჩემს სკოლის დამთავრებაზე, დამტოვა ყველა იმ დღეს, როცა მე მჭირდებოდა ის. მაგრამ ახლა, როცა მე ვიცი, რომ თქვენ იღუპებით, მე ვხედავ რაღაცას. მე ვხედავ, რომ ჩემი მამა არ დამტოვა იმიტომ, რომ ის არ მიყვარდა. ის დამტოვა იმიტომ, რომ ის გიყვარდა თქვენ. და ეს არის რაღაც, რასაც მე ვერ ვძულ ვარ. რადგან სიყვარული არის ის, რისთვისაც ღირს ყველაფრის დათმობა. ქალბატონო ელიავა, მე მინდა თქვენ იცოდეთ, მე აღარ ბძულ ვართ. მე აღარ ბძულ ვართ იმიტომ, რომ მე ვხედავ, რომ თქვენ გაანადგურეთ საკუთარი ცხოვრება ჩემი მამის სიყვარულისთვის. და ეს არის რაღაც, რაც იმსახურებს პატივისცემას. ლია კითხულობდა ამ წერილს და ტიროდა. ის ტიროდა ისე, რომ მთელი მისი სხეული კანკალებდა. ის ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ჯერი, როცა ვიღაცამ, ვინც დაიცვა ამ ცეცხლში, უთხრა, რომ ის არ იყო ბოროტი. ის ტიროდა იმიტომ, რომ ეს იყო პირველი ჯერი, როცა ვიღაცამ უთხრა, რომ მისი სიყვარული იყო ღირებული. მარინე ჩაიხუტა ლიას და უთხრა, ლია, შენ არ ხარ ბოროტი. შენ ხარ უბრალოდ ქალი, რომელმაც შეიყვარა.
და ზოგჯერ სიყვარული არის ისეთი ძლიერი, რომ ის გვაიძულებს გავაკეთოთ რაღაცები, რომლებსაც ჩვენ არასოდეს გავაკეთებდით. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ცუდები. ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ჩვენ ვართ ადამიანები. მარინე დარჩა ლიასთან 2 საათის განმავლობაში. ისინი საუბრობდნენ ოთარზე, საუბრობდნენ წარსულზე, საუბრობდნენ იმაზე, რაც მოხდა. და იმ 2 საათის განმავლობაში ლია იგრძნო რაღაც, რასაც ის არ გრძნობდა 4 წლის განმავლობაში, იგრძნო მშვიდობა. ის იგრძნო, რომ ის აღარ იყო დამნაშავე. ის იგრძნო, რომ ის აღარ იყო ის ქალი, რომელმაც გაანადგურა 2 ოჯახი. ის იყო უბრალოდ ქალი, რომელმაც შეიყვარა. და როცა მარინე წავიდა, ლია იჯდა დივანზე და ფიქრობდა, იქნებ ყველაფერი არ იყო უაზრო. იქნებ ყველა ის ტკივილი, ყველა ის ცრემლები, ყველა ის მსხვერპლი იყო ღირებული, რადგან ის მოიტანა რაღაც ლამაზს, მოიტანა სიყვარულს, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ის გადალახა ყველაფერს. მაგრამ ყველაზე საშინელი ჯერ კიდევ წინ იყო. რადგან რამდენიმე დღის შემდეგ ლიას მდგომარეობა გაუარესდა. ის აღარ შეეძლო ჭამა, აღარ შეეძლო დგომა, აღარ შეეძლო საუბარი. ის იწვა საწოლზე, მისი სხეული იყო ისეთი სუსტი, რომ ის ვერ აწევდა ხელს. ოთარი იჯდა მის გვერდით ყოველ დღე, ყოველ საათს და უყურებდა, როგორ იღუპებოდა ის. ის უყურებდა, როგორ კარგავდა ლია წონას, როგორ ხდებოდა მისი სახე ყოველ დღე უფრო ფერმკრთალი, როგორ ხდებოდა მისი სუნთქვა ყოველ დღე უფრო მძიმე. და ოთარი ვერაფერს აკეთებდა. ის მხოლოდ იჯდა იქ და ტიროდა ჩუმად, რომ ლია არ გაეგონა, ტიროდა ღამით, როცა ლია იძინებდა, ტიროდა დილით, როცა ის მიდიოდა აბაზანაში და კარს კეტავდა. რატომ არ შეეძლო ოთარს გადაერჩინა ლია? რატომ არ შეეძლო მას გაეკეთებინა რაღაც, რომ შეეჩერებინა ეს? და რატომ როცა ლია გარდაიცვალა 1979 წლის დეკემბრის 27-ს, ოთარმა უთხრა ექიმს, მე მინდა, ჩემი სხეული დაიცვას და ჩემი ფერფლი დაიმარხოს ლიას გვერდით, რადგან მე არ მინდა ცხოვრება მის გარეშე. მაგრამ ისტორია არ დასრულდა იქ. რადგან 2006 წლის აპრილში ოთარის ვაჟმა გადაწყვიტა გააკეთოს რაღაც, რაც მისი მამა ყოველთვის მინდოდა, მაგრამ არასოდეს შეძლო. მან გადაწყვიტა გადაექცია ის სახლი, სადაც ოთარი ცხოვრობდა, მუზეუმად, რომელიც ეძღვნებოდა ლიას და ოთარის სიყვარულს. მან დატოვა ყველაფერი ისე, როგორც იყო, ლიას ფოტოები კედლებზე, ლიას კაბები კარადაში, ლიას წიგნები თაროებზე, ლიას სუნი ჰაერში. მან დაამატა მხოლოდ ერთი, პატარა ფირფიტა კარებთან, რომელზეც იყო დაწერილი, ეს სახლი არის მუზეუმი სიყვარულისა, რომელიც იყო ისეთი ძლიერი, რომ ის გადალახა ყველაფერს. და ახლა, ყოველ დღე ადამიანები მოდიან ამ სახლში. ისინი მოდიან და უყურებენ ლიას ფოტოებს, უყურებენ ოთარის ნივთებს, უყურებენ იმ ოთახს, სადაც ისინი ცხოვრობდნენ. ისინი მოდიან და ისმენენ ისტორიას 2 ადამიანის შესახებ, რომლებმაც შეიყვარეს ერთმანეთი ისე, რომ ისინი დათმეს ყველაფერი. ისინი მოდიან და კითხულობენ, იყო თუ არა ეს ღირებული? იყო თუ არა სწორი ის, რაც ლიამ და ოთარმა გააკეთეს? და პასუხი არის განსხვავებული ყველა ადამიანისთვის. ზოგი ამბობს, არა, ეს არ იყო ღირებული. ისინი გაანადგურეს 2 ოჯახი, დატოვეს ბავშვი, იცხოვრეს ცოდვაში. ზოგი ამბობს, დიახ, ეს იყო ღირებული. რადგან ისინი იპოვეს ნამდვილი სიყვარული და ეს არის ის, რისთვისაც ღირს ყველაფრის დათმობა. მაგრამ ყველაზე საინტერესო არის ის, რაც ამბობს ოთარის ვაჟი, ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტად დაიცვა ამ ცეცხლში. ის ამბობს, მე არ ვიცი, იყო თუ არა ეს ღირებული. მე არ ვიცი, იყო თუ არა სწორი ის, რაც ჩემმა მამამ გააკეთა. მაგრამ მე ვიცი ერთი, ჩემმა მამამ უყვარდა ლია. ის უყვარდა ის ისე, რომ ის ცხოვრობდა მის მოგონებებით 27 წლის განმავლობაში. ის უყვარდა ის ისე, რომ ის გარდაიცვალა ღიმილით სახეზე, რადგან ის იცოდა, რომ ის მალე შეხვდებოდა მას. და ეს არის რაღაც, რაც იმსახურებს პატივისცემას. რადგან ბევრი ადამიანი საუბრობს სიყვარულზე, მაგრამ ცოტა ადამიანი ნამდვილად იცის, რას ნიშნავს სიყვარული, რომელიც გრძელდება სიკვდილის მიღმაც. და იქნებ ეს არის ის, რაც ჩვენ ყველამ უნდა ვისწავლოთ ლიას და ოთარის ისტორიიდან. არა ის, რომ სიყვარული ყოველთვის არის სწორი, არა ის, რომ სიყვარული ყოველთვის არის ღირებული, არამედ ის, რომ სიყვარული არის ძლიერი. ის არის ისეთი ძლიერი, რომ ის შეუძლია გაანადგუროს ცხოვრებები, შეუძლია დაწვას ადამიანები, შეუძლია შეცვალოს ყველაფერი. მაგრამ ის ასევე არის ისეთი ძლიერი, რომ ის შეუძლია შექმნას რაღაც ლამაზი, შეუძლია შექმნას კავშირი, რომელიც გრძელდება სიკვდილის მიღმაც, შეუძლია შექმნას ისტორია, რომელიც ცხოვრობს თაობებს შორის, შეუძლია შექმნას რაღაც, რაც იმსახურებს დამახსოვრებას. ლია ელიავა და ოთარ კობერიძე გარდაიცვალნენ დიდი ხნის წინ. მაგრამ მათი სიყვარული ცოცხლობს.
ის ცოცხლობს იმ სახლში, რომელიც გახდა მუზეუმი. ის ცოცხლობს იმ ფილმებში, რომლებიც ისინი გადაიღეს. ის ცოცხლობს იმ ადამიანების გულებში, რომლებიც მოდიან და ისმენენ მათ ისტორიას. და ის ცოცხლობს იმ კითხვაში, რომელსაც ყველა ვსვამთ საკუთარ თავს, რას ვარჩევდით ჩვენ? რას ვარჩევდით ჩვენ, თუ ჩვენ წინაშე დგებოდა არჩევანი, ოჯახი თუ სიყვარული, მშვიდობა თუ უნება, უსაფრთხოება თუ ბედნიერება? და ეს არის კითხვა, რომელზეც არ არსებობს სწორი პასუხი. რადგან ყოველი ადამიანი არის განსხვავებული, ყოველი სიყვარული არის განსხვავებული, ყოველი არჩევანი არის განსხვავებული. მაგრამ ერთი რამ არის დარწმუნებული, ლია და ოთარი გააკეთეს თავიანთი არჩევანი. ისინი არჩიეს სიყვარული. ისინი არჩიეს ერთმანეთი. და ისინი იცხოვრეს ამ არჩევანით, იცხოვრეს ტკივილით, ცრემლებით, დანაშაულის გრძნობით, მაგრამ ასევე სიყვარულით, ვნებით, იმ გრძნობით, რომ ისინი იყვნენ ერთად. და როცა ისინი გარდაიცვალნენ იმის გრძნობით, რომ ისინი არ ნანობდნენ. ისინი გარდაიცვალნენ იმის გრძნობით, რომ ისინი იცხოვრეს ნამდვილად, იცხოვრეს არა ისე, როგორც საზოგადოება მოელოდა, არა ისე, როგორც წესები მოითხოვდა, არამედ ისე, როგორც მათი გული უბრძანებდა. მეგობრებო, როგორ ფიქრობთ ლია ელიავასა და ოთარ კობერიძეზე? იყვნენ თუ არა ისინი მსხვერპლი სიყვარულისა, რომელიც იყო ძალიან ძლიერი, თუ თვითონ იყვნენ პასუხისმგებელნი იმ ტკივილზე, რომელიც მათმა არჩევანმა გამოიწვია? იყო თუ არა მათი სიყვარული ღირებული იმ ცრემლებისა, რომელიც დაიღვარა, მარინეს ცრემლებისა, რომელმაც დაკარგა ქმარი, ოთარის ვაჟის ცრემლებისა, რომელმაც დაკარგა მამა, გიორგის ცრემლებისა, რომელმაც დაკარგა ცოლი? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, იცით თუ არა ამ ისტორიას თქვენს ქალაქში, ახსოვთ თუ არა ეს ორი ადამიანი, რომლებმაც შეიყვარეს ერთმანეთი ისე, რომ მთელმა საქართველომ იცოდა მათი სახელები. დააჭირეთ ლაიქს, თუ თქვენ გჯერათ, რომ სიყვარული ღირს ყველაფრის დათმობას და გამოიწერეთ ჩვენი არხი, რომ გაიგოთ მეტი ისტორიები იმ ადამიანების შესახებ, რომლებმაც შეიყვარეს, იბრძოლეს და იცხოვრეს ნამდვილად.